ევროოპტიმისტების ლიდერს ხატია მოგესალმები. მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. რა სიტყვით იმ ვითარებაზე, რომელიც არის ახლა პარლამენტში, პრაქტიკულად რაღაც შეპასუხებებით მიდის ეს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, რა მოისმინეთ მისი პასუხების სახით და რა არის თქვენი მთავარი პრეტენზია? ანა, მე მაინტერესებდა, როდესაც ინტერპელაციაზე დავიბარე საგარეო საქმეთა მინისტრი, კონკრეტულად ის ნაბიჯები, რომელსაც უნდა გადაედგა და ამის შემდეგ უნდა გადადგა საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმისთვის, რომ ჩვენი 1000-ობით და 10000-ობით ემიგრანტს ჰქონდეს საშუალება საკუთარი კონსტიტუციით მინიჭებული ხმის უფლების დაფიქსირების, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა 24 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, იმიტომ რომ ეს ადამიანები არ წასულან დალხინებული ცხოვრების გამო, ეს ადამიანები წავიდნენ უმძიმესი ცხოვრების გამო, რა ვიცი, დედები დატოვებული ყავთ, შვილები დედებს, ბაბუები, ბებიები, არ ვიცი, ყველა ის ადამიანები, ვინც წასულია და ჩემი ოჯახიდანაც წასულები არიან, ცხოვრობენ საზღვარგარეთ და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც საჭირო იყო იმისთვის, რომ გადაედგა საგარეო საქმეთა სამინისტროს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვაინტერესებდა და მაინტერესებდა მე პირადად. უბრალოდ ჩემთან კი არ უნდა ესაუბრა პირველ რიგში, უნდა ესაუბრა ემიგრანტებისთვის, ემიგრანტების გასაგებად იმ ადამიანებისთვის, ვინც ელოდებოდა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. ეხლა მე თუ მკითხავთ რა მოვისმინე, არაფერი არ მომისმენია ტექნიკური განმარტებების გარდა, რომ საკონსულოს აღრიცხვაზე უნდა დადგნენ და საკონსულო აღრიცხვაზე რო არ დადგნენ, მაშინ ჩვენ არაფრის საშუალება არ აქვს და კონკრეტულად ორჯერ შეუბრუნე კითხვა. პირველი კითხვა ეხებოდა, რომ მაგალითად რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც აქვს ცხოვრობს თქვა ფილადელფიაში და არ შეუძლია გადაფრინდეს ნიუ-იორკში ან წავიდეს მანქანით ნიუ-იორკში ან თქვა ვაშინგტონში ან ცხოვრობს მაიამიში ან ფლორიდის შტატში და წავიდეს ვაშინგტონში, რა არის ეს რაც უნდა გააკეთოს? მეუბნება უნდა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე. კაი, დადგა საკონსულო აღრიცხვაზე. მერე რა უნდა გააკეთოს? ანუ უნდა გადაფრინდეს 2000 კილომეტრი უნდა იფრინოს? ჯერთი საკონსულოების გახსნა კი არ ჭირდება, თუ წარმომადგენლობის წარმომადგენლობა და გახსნა ძალიან ჩვეულებრივი კანონიერი პროცედურა. ეს ყველაფერი არის დემაგოგია, რასაც რაღაც ტექნიკური განმარტებები და პლუს კიდე მე მაინტერესებს კამპანია ჩავატარეთ. ეხლა რო ნახეს 2020 საპარლამენტო არჩევნებში, რომ 12000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. და თქვენ იცით, რომ მოლდოვამ მართლა სერიოზული კამპანია ჩაატარა და მართლა ძალიან ბევრ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორ ქვეყანას ესაუბრა. ეს კითხვას დაუსვი მინისტრ, რომელ პარტნიორ ქვეყნებს ესაუბროთ იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ პარტნიორმა ქვეყნებმა ამ წარმომადგენლობის გახსნაში და ვერ მიპასუხა, სხვათა შორის, ანუ ორჯერ შეუბრუნე ასევე ეს კითხვა და კი ეს მოლდოვის მსგავსად კამპანიას თუ ატარებს და ეს კამპანია რატო ვერ ხდება, რომ ჩვენი მოქალაქეები ვერ რეგისტრირდებიან, არ რეგისტრირდებიან, ან საერთოდ ეშინიათ, ანუ აქედანაც ეუბნებიან ვიღაცები ინფორმაციას ავრცელებენ, რომ აი შენ თუ დარეგისტრირდი, მაშინ სადა არალეგალურად ცხოვრობ, მაშინ გამოგაძევებენ მაგ ქვეყნიდან. ეხლა წარმოიდგინეთ, ძლივს წავიდა მექსიკიდან, მექსიკიდან რო გადავიდა ადამიანი ამ მართლა უბედურებას რო გაექცა და საკუთარი შვილებისთვის რო უნდა მართლა ორი ლუკმა გამოაგზავნოს. აი ამ სიტუაციაში ეუბნება, რომ წამოდი ეხლა შენ ჩამოდი, რა ვიცი, სიეტლიდან ჩამოფრინდი ვაშინგტონში და იქ დარეგისტრირდი. არ არსებობს ესეთი რა. ან ქალები, მაგალითად, აი ბევრია ქალი ემიგრანტი ძალიან, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულად ოჯახებში, იმ ქალებს ეუბნება, რომ ჩამოდით, აი რა ვიცი, მე იმიდან ესპანეთის სამხრეთიდან წამოდით აჯექით ასხედით მანქანაზე და ჩამოდით ბარსელონაში ან მადრიდში. გასაგებია, ხატია, თქვენ გიპასუხეს მათ შორის, რომ აი მაგალითად საკონსულო დაწესებულების გახსნა 7 თვიდან 1 წლამდე პერიოდი სჭირდება, რომ ოპოზიციისთვის ადვილია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს არ არის მარტივი ამბავი მოსაგვარებლად ხელისუფლებისთვის. ანუ რეალურად რაში არის საქმე? სხვათა შორის სტატისტიკაც იყო მოყვანილი ბოლო არჩევნებზე, რა მიიღო ხელისუფლებამ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ამ ადამიანების ახლა ცნობილია, რომ ოპოზიციურად არის განწყობილი და ეს ხსნის ყველაფერს, ხო? ეს არის პასუხი ყველაფერზე. ჩვენ შეიძლება თუ არა ვნახოთ რაღაც ოცნების შემართება, რომ ახლა გაუხსნას უბნები ემიგრანტებს, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილები არიან. ამაში ლოგიკა, ძალისხმევის გაწევა მათი მხრიდან, რა ლოგიკა მათი მხრიდან და როგორ შეიძლება რომ ჩვენ ეს ძალისხმევა ვნახოთ? აი რა მექანიზმი გაქვთ, რომ ან იძულება მოხდეს, ნუ იძულება არ
ვიცი რა ფორმით ან ზეწოლა ან რაზეა დამოკიდებული ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა. აი როგორ წარმოგიდგენიათ არჩევნების დღე ემიგრანტებისთვის? იცით რა, აქ 1 წლიდან 7 თვემდე უნდა ამბობს მინისტრი, მაგრამ მე ჩემს კითხვას აღარ პასუხობს, რომ 20-20 საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც 12700-მდე ადამიანმა მისახმა, მხოლოდ 12000-მა ადამიანმა მისახმა, წარმოიდგინეთ, დარეგისტრირდა და მისა ჩავიდა, როდესაც არ დაეზარა, მაგრამ დიდ უმრავლესობას ხო ამის საშუალება არ ქონდა. ჩვენ ხო არ შეგვიძლია რომ ადამიანებს დამატებითი დაბრკოლებები შევუქმნათ, არ გვაქვს ეს როგორ ვთქვათ, ეს ფუფუნება მათ არ აქვს უბრალოდ, რომ აი რაღაც ტექნიკურ განმარტებებზე ველაპარაკოთ. აქ მინისტრი უნდა გამოსულიყო და ეთქვა 4 წელი რა გააკეთეს, რაღაცა ბარში გავხსენითო მარტო 2019 წელს დავიწყეთო. რო ხედავე რომ 12000 ხმის მეტი არ არის დაფიქსირებული და 12000 ხმა არის ის ძირითადი, ეთქვა მილიონიდან 12000 ხმა დაახლოებით ვამბობ, ხო, ძალიან უხეშია, მაგრამ არც ისეთი უხეში დათვლა არ არის, იმიტომ რომ მე მოვუყანე სტატისტიკა, რომ 21-22 წლებში საქართველოსდან წავიდა და დარჩა ემიგრაციაში 97000-მდე ადამიანი. წარმოიდგინეთ, ერთი დიდი ქალაქი გაქრა საქართველოსდან. ამიტომ ამ ადამიანებს პირიქით უნდა უთხრა, ჩვენ წარმომადგენლობას გავხდით ყველა დიდ ქალაქში, კონცენტრაციაც კი არა აქვს შესწავლილი, მაგალითად საქართველოს მოქალაქეების ძირითადი კონცენტრაცია სად არის? იციან, ყველაფერი იციან, როგორ არ იციან, მაგრამ ის რომ რაღაც თავი შეიწუხონ და ადამიანებს აბრალებენ, რომ აი მოვიდნენ დადგენ საკონსულო აღრიცხვაზე, მე მიპასუხა რომ თქვენი ხელისუფლების დროს და მე ისევე კითხვაზე ვუბრუნდები, საჯაროდ მაქვს ეს კითხვა ქართულ ოცნებასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რა კანონმდებლობის ეს იყო ხატია დეკანოიძე, ევროოპტიმისტების ლიდერი, მე მაყურებელს შევახსენებ